მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ჩემო კარგებო. ეს ვიდეო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სწავლობს შეიძლება ტაროს, ან უნდა მეტი გაიგოს ტაროს და ვინც მე მხედავს პირველად, მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე, მე ვარ ტარო ნუმეროლოგი, ფსიქოლოგი, ტრანსფორმაციული კოუჩი, ლავ კოუჩი და რაც მთავარია, დამაარსებელი ვარ ქართულ ენაზე ტაროს შესწავლის აკადემიის. და მე ვასწავლი ტაროს არა როგორც სამკითხაო ინსტრუმენტი, არა უფრო მეც თვით შემეცნების ინსტრუმენტი. არის ჩემთვის ტარო, რომელიც ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ ინფორმაციას ჩვენს სამყაროზე, ჩვენს ენერგიებზე, ჩვენს განვითარებაზე, ჩვენი სულის განვითარებაზე და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ვსწავლობთ და უყურებთ არკანებს, საერთოდ მით უფრო მაღალ არკანებს, უფრო ღრმად და ეხლა მინდა ორი სიტყვა თქვა კიდე იმაზე, რომ საერთოდ ზოგჯერ კი არა ხშირად გული მწყდება იმაზე, რომ ტაროს უყურებენ მხოლოდ ბევრი უმრავლესობა როგორც სამკითხო ინსტრუმენტს და როგორც მაგიურ ინსტრუმენტს, ვინც მხოლოდ რაღაცა მაგიურს აკეთებს და აქედან გამომდინარე აქვს შიში და ძალიან ხშირ შემთხვევაში დღეს ავირჩიე ორი არკანი, რომელზეც მინდა გელაპარაკოთ, ეს არის არკანი მთვარე მე-18 და მე-15 არკანი, ეშმაკის არკანი რა, როგორც უძახიან, ქართულად ხო და მინდა რომ გაჩვენოთ თქვენ მაგათი სხვა მხარე, იმიტომ რომ ბევრჯერ გამიგია, თქვათ, მიყურებია გაშლებში, მე საერთოდ ეხლა არ ეწყინოს არავის, მაგრამ ვინც ახლა მუშაობს აქ საქართველოში ტაროსთან, მომისმენია რამდენიმე ვიდეო სხვადასხვა ადამიანების და მივხვდი რომ სხვანაირი მიდგომა, მოდით ასე რომ ვთქვათ და ის სადაც მე თვითონ ვისწავლე, იქ სხვანაირი მიდგომა ტაროსადმი, რასაც მე ვასწავლე და გადავცემ ცოდნას ჩემ მოსწავლეებს და უკვე იგრძნობა მათი კლიენტების უკავშირიდან, რომ სულ სხვანაირად კითხულობენ, სულ სხვანაირი მიდგომა აქვთ სადაც ტაროსადმი და მე უკვე ბევრ გაკვეთილებში განახეთ თქვენ ამ სხვაობას და სხვათა შორის მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვინც უკვე ჩემთან ნასწავლი არიან, თან მუშაობენ, მაგრამ მოდიან ჩემთან ისე იღებენ გაკვეთილებს ჩემს აკადემიაში, იმიტომ რომ უნდათ ტაროს სიღრმე გაიგონ და არა მხოლოდ სამკითხაო ნიშნები იცოდნენ. და აი ეს შიში, იმიტომ აქ ბევრს, მე ვიცი რომ ბევრს უნდა რომ ისწავლოს ტარო, მაგრამ აქ შიში იმისი რომ პირველ რიგში ცუდი რამე არ მომივიდეს ან მოუვიდეს ჩემს თქვათ ოჯახს შვილებს და საერთოდ რაღაცა შავ მაგიაში არ ჩავერიო და ასე შემდეგ. საიდან არის ეს? ზუსტად იქიდან, რომ თვითონ თუ დაუშვათ, მიდიან ვინმესთან მკითხავებთან და არა ტაროლოგებთან, შეიძლება ზოგი ტაროლოგს უძახის თავს, მაგრამ კითხულობს როგორც მკითხავი და არა წამკითხველი, როგორც ტაროლოგები არიან და აქედან მე მიდის შიში. ავიღოთ ჩვენ არკანი მე-15 არკანი, ხო? აი ბევრი ვინც მე გამიგია რომ ხედავს ამ არკანს, ეგრევე ვაიმე რაღაცა ჯადო გაგიკეთეს, ვაიმე რაღაცა სასწაული მოხდება, ვაიმე რაღაცა ეხლა მე ნამდვილად ვერ ვუარყოფ იმას, რომ კი ბატონო, აკეთებენ რიტუალებსაც აკეთებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ იცით რა არის? არ არის მხოლოდ და მხოლოდ მე-15 არკანი, რაღაცა ჯადოები და ასე შემდეგ. ეხლა აგიხსნით ორი სიტყვით. საერთოდ რას ნიშნავს მე-15 არკანი? ეს არის ჩვენი მიწიერი ენერგია. ეს არის ენერგია, აი რატო კიდე მაგას როცა აჩვენებს ძალიან ხშირად კარმულ ურთიერთობას. კარმული ურთიერთობას რატო? იმიტომ რომ იქ ორი ადამიანი ხდება,
ეს არის ერთმანეთი, ასე თქვა ჯაჭვი, ხო? ნუ ამაზე უფრო მეც მე მოვყვები მარატონზე ენერგიებზე რა და ხა ვისაც ბევრ მომთხოვეს რომ მადრიდსაც გვასწავლეთ, რა თქმა უნდა, იქ უფრო ვილაპარაკებთ, მაგრამ ეხლა ორი სიტყვით აგიხსნით, ნახეთ. ჯერ ჩდება სიყვარული, ხო? მე ვიგრძენი, ეს არის შეგრძნება, მე ვიგრძენი სიყვარული, მერე უკვე მივიჯაჭვე, იმიტომ რომ აქ ელოდება რაღაცა გაკვეთილება. ეს არის ოჯახის არკანი, ეს არის სიმდიდრის არკანი, ეს არის ჩვენი სულ ყველაფრის, აი მატერიალურის არკანი, რომელიც გვაჩვენებს ჩვენ მატერიალურ ცხოვრებას. და ამავე დროს ეს შეიძლება იყოს, ნუ ძალიან ესეთი ურთიერთობა, თუნდაც ბიზნესში. ეხლა როცა ორი ადამიანი აკეთებს ბიზნესს, ხო? ეგენი არიან მიჯაჭვულები ერთმანეთთან, იმიტომ რომ ორივეს აქვს რაღაცა ინტერესი. კარმული ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, რატო არის კარმული? იმიტომ რომ კარმულში ჩვენ გავდერ გაკვეთილს, რა არის ეს გაკვეთილები? რაღაცა არის ჩვენში ისეთი უარყოფითი მომენტები, რომელზეც სული მოვიდა აქ, რომ გამოასწოროს, როგორ გამოასწორებს ყველაზე უფრო მეტად მიდის მუშაობა პარტნიორულ ურთიერთობაში ქალის და კაცის შორის, რომელიც ხდება. იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მტკივნეული, ჩვენ შეიძლება დედასაც თქვათ, ახლა არ დაელაპარაკებთ ახლა და ნუ შვილებთან შეიძლება კონფლიქტი იყოს, მამასთან, რა ვიცი, მეგობრებთან ისეთ კარმული პარტნიორები არიან ჩვენები, მაგრამ ისეთი მტკივნეული შეიძლება არ იყოს, იმიტომ რომ დედას გაპატიებს შვილს და ასე შემდეგ, მაგრამ აი პარტნიორი უფრო სხვანაირი სიყვარულიც არის, სხვანაირი მიჯაჭვულება და სხვანაირი გაკვეთილები და აი ეს არის ზუსტად ის არკანი მე-15 ენერგია, ანუ აჩვენებს ყველაფერს აბსოლუტურად, რაც არის შენში დასამუშავებელი. მე ხა ძალიან რბილი ენით თქვენ გიხსნით, რომ მივხვდეთ ამისი სიღრმე მინდა, იმიტომ რომ მე-15 არკანი, აი საერთოდ თქვენ დაუშვათ საერთოდ ენერგია არის როგორც რენტგენი, ყველაფერს ხედავს, ყველაფერს გაჩვენებს, ეგრევე პირდაპირები არიან, თუნდაც აი დაბადებულები, ვინც არის პირდაპირები არიან, ხო? მაგათ აქვთ იმისი უნარი, რომ აჩვენონ და ამ არკანს აქვს იმისი უნარი, რომ აჩვენოს ყველაფერს, რაც არის ჩვენში უარყოფითი. და ეს ხშირ შემთხვევაში ჩვენ პარტნიორი რომ ამას გვეუბნება, რომ შენ შეიძლება ცდილობ დაუშვათ იყო კარგი, შენ შეიძლება ცდილობ იყო აი ძალიან ისეთი რომ თქვათ, ნუ ყველაფერი სულო გულო ყველაფერი შენთვის. ანუ პირველი მეორე კამპოტი და ის მაინც ცუდია, რას გაჩვენებს? შენს ხვერპლობას ამ შემთხვევაში, რომ შენი თავი, ანუ შენ იმდენად უკვე ჩაიძირე ამ პარტნიორში, რომ შენ უკვე შენი თავი დაგავიწყდა და შეიძლება, ანუ ერთ-ერთი თქვა ადამიანი, ნუ მე-15 არკანი გამოდის და ანუ ეს არის ეშმაკის, ნუ ენერგია, რომელიც გვაჩვენებს ჩვენს მინუსებს, შენ მაგას ვერ ხედავ, მაგრამ ადამიანი თავისი საქციელით ამას გაჩვენებს. ნუ ამაზე ჩვენ ახლა კარმულ ურთიერთობაზე ჩვენ ვილაპარაკებთ აუცილებლად ცალკე ტრენინგზე. ეხლა უბრალოდ მინდოდა მიჩვენებია თქვენთვის მე-15 არკანი სულ სხვაგვარად. იმიტომ არის, როცა შენ აი ასე ყველაფერს უკეთებ და ადამიანი ცუდად გექცევა და მერე უარესი შეიძლება კიდე ნახეთ, როცა დაუშვათ პარტნიორი გავიდა ურთიერთობიდან, ხო? და ამ დროს გამოდის აი ეს არკანი, ხო? და შენ ნერვიულობ, შენ ცუდად ხარ, ხო? ვერ ხვდები რა ხდება და შენ თუ არ წახვალ ესეთ არა სპეციალისტად, მოდით ასე ვთქვათ, ვინც იცის მარტო იმისი მნიშვნელობა, რომ ეს არის ჯადო და ასე შემდეგ, ის გეტყვის, ვაიმე რაღაცა გაუკეთეს შენ პარტნიორს და მაგიტომ არის ეს. მე მაგალითად მაგას არ ვეტყოდი, რატომ? იმიტომ რომ ყველა ვარიანტში აქ ადამიანმა შენ დაგანახა რაღაცა მომენტები, რომელზეც შენ უნდა იმუშაო და გამოასწორო. ის უკვე ანუ თან ახლა არც გიშვებს აქ ესეთი ურთიერთობა, რომელიც ახლა 100 წელიწადი 100 წელიწადით ნამდვილად ვერც გაშორდები, სანამ ამ გაკვეთილს არ გაივლი და ეს არის უბრალოდ უნდა გაიარო ამასთან ეს გაკვეთილი. და ნუ ჯადოს ვიძახენ, რატომ? იმიტომ რომ ვერ გამოვდივარ ურთიერთობიდან, ვერ ხვდები რა ჯანდაბა არის. ასევე ეს არის კიდე
საბლაზნე არის, ანუ თქვათ რაღაცა რომ აი, როგორც ყოველთვის ამომი ვარ და ქართული სიტყვა, ხო? ანუ რაღაცა რასაც გვიზიდავს ჩვენ, ხო? ეს არის როგორი მომენტი, ანუ ძალიან მინდა რაღაცა, ხო? ეს არის სექსუალური კიდე ენერგია, არ დაგვავიწყოს, ხო? ეს არის მიზიდულების ენერგია, ხო? ანუ ვიზიდავ რაღაცას, ძალიან ვიზიდავ, ხო? ეს არის რატო არის აი ფულის ენერგიაც, ხო? ეს არის ენერგია, რომელიც ჩვენ გვაჩვენებს რაღაცა დამოკიდებულებებსაც, შეიძლება ადამიანი არის დამოკიდებული რაღაცაზე, ხო? ადამიანი შეიძლება იყოს, თქვათ, რაღაცა თქვათ ну, цуд რაღაცა თვისებები რა, ანუ თქვათ ალკოგოლიზმი, ნარკომანია, ხო? აი ეს ყველაფერი ონკოლოგია შეიძლება აჩვენოს სხვადასხვის ძალიან ну, შეიძლება აჩვენოს, ნუ რა თქმა უნდა, ეს კონტექსტში ახლა გააჩნია რა კითხვა. და როგორი გაშლა. აი ეს მინდოდა მეთქვა, ამიტომ საშიში არაფერი არ არის და არ არის მით შემოსწავლებს ყოველთვის ვეუბნები, როცა დავინახავ ჩვენ მე-15 არკანს, არავითარ შემთხვევაში არ ვაჯახებ, აი მე ჯადოქა გიკეცნო, ჩემმა იციან უკვე ენერგია კარგად იციან მნიშვნელობა და ამიტომ ეგეც სისულიერეს რა თქმა უნდა არ იტყვიან ადამიანს. ეხლა რა თქმა უნდა თუ ახლა გააკეთე რამდენიმე გაშლა და სულ გამოდის ეს არკანი, შეიძლება უთხრა ადამიანს, რომ ნუ მიდი გადაამოწმე, შეიძლება რამე არის ჩარევა მაგიური. ახლა მაგას მე არ ვუარყოფ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ გაშლაში დაუშვი დაინახე შენ ეს არკანი პირველად მორჩა. ჩვენ даже მე ვასწავლი ჩვენ ჩემთან აკადემიაში გაშლა, ჩვენ საერთოდ გაშლება გვაქვს უყურა საკრალური, იმიტომ რომ ყველა არის აგებული მაღალ არკანებზე, უშუალოდ მაგათ გლიფებზე, გლიფები აი ეს ნახატებზე და არის ძალიან ინფორმატიული და მე-15 გაშლა ერთ-ერთი გაშლა, რომელიც ძალიან ბევრს აი ერთ გაშლაში დაინახა მთლიან ურთიერთობას, რა ხდება, როგორ გრძნობები და ყველაფერი და რა აკავშირებს და ასე შემდეგ რა. ანუ აგებული არის, იმიტომ რომ საკრალური, იმიტომ რომ არის აგებული ნამდვილად ამ გლიფებზე, ეს გლიფები არის გაშიფრული და ამაზე აგებული ერთი ალბათ 2000 წლიანი გაშლები არის, რომელიც გადადის მოსწავლებიდან მოსწავლეზე რა. და ძალიან ბევრი ინფორმაცია შეგვიძლია აი აქედან ავიღოთ. მეორე არკანი ამაზეც კი გვაქვს გაშლა. აი ამაზეც ძალიან მართლა გული მწყდება, რომ ამაზეც არის მარტო აი შიშები, რაღაცა ფობიები, ილუზიები და აი ესეთი მარტო ნიშნულობებს ამბობენ ამ არკანზე. ამ დროს ეს არის ძალიან ღრმა არკანი, მაგაზე უკვე ბევრჯერ მომიყოლია სხვადასხვა ვიდეოებში. და უბრალოდ, ну, მაინც აქაც გონიათ მაგიური ჩარევა, რაღაც, რადგან მთვარია, ესე იგი აქ აუცილებლად რაღაცას აკეთებენ, მაგრამ ну, ხო უნდა დააკვირდე რა არის ახლა აქ. ეს არის ჩვენი სულის გზა. ეს არის ადამიანის დანიშნულება. ეს არის თქვენი დაო. ეს არის თქვენი ანუ საერთოდ აი მოდი დავაკვირდეთ, ხო, სოციუმი არის, ანუ რუტინა არის, აი ეს ჭაობე. ადამიანი ცდილობს გამოვიდეს, ხო, იმ რუტინიდან. ანუ უნდა რომ აი აქ არის ორი კოშკი, ეს არის ჩვენი ცოდნა. ერთი არის აი ესე საკრალური, ეზოტერიკული, მეორე არის მიწიერი, ანუ აქ ჩვენ რო ცხოვრობ სოციუმში, ხო, ჩვენ აქაც ხო არის თავისი რაღაცა კანონები და უნდა ვიცოდეთ როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ კანონებით, ხო? და ამიტომ ეს არის ადამიანის გზა, რა თქმა უნდა, ჩვენ ხდება ახლა მეგობრებიც და ხდებიან ეს ადამიანები, ვისაც არ უნდა ჩვენი განვითარება, რატო არ უნდა? თუნდაც ეს შეიძლება ახლობლებიც იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა რო ვკავალთ ჩვენ გზაზე, იმათ უკვე დროს აღარ დაუთმობთ მეც, იმათ უკვე ყურადღებას ვეღარ დაუთმებ და ამიტომ ზოგი გეტყოს, რომ მოიცადე ნეტა რად გინდა ეს, მოიცადე უიმე ტარო უნდა ისწავლო, რას ლაპარაკობ, გოგო, ეს ხო ჯადო არის, გოგო. აი ეს არის რა, იმიტომ რომ თვითონ არ იციან
და ამიტომ და შეიძლება ადამიანს უნდა განვითარება, არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება საზღვარგარეთ წასვლა უნდა, იმიტომ რომ ამაზე ძალიან მაგარი გაშლა გვაქვს ჩვენ, ანუ საერთოდ რას მოგიტანთ ეს გზა დაუშვოთ, ეს შეიძლება გზა იყოს თუნდაც საზღვარგარეთ, თუნდაც სხვა ქალაქში, თუნდაც ანუ როგორ ჩაივლი ეს თქვათ, ჩემი თქვათ, ეს რაღაც განსაზღვრული თქვათ პერიოდი, გზა და ასე რა შეუშლის ხელს და ასე შემდეგ, რამ გამოიწვია თქვათ, ხო? ნუ ძალიან მაგარი გაშლა, ძალიან მიყვარს ამაზე. ამ გაშლას გაკეთება და ამიტომ ეს არის ანუ საერთოდ იმდენი სიღრმე აქვს ამ არკანში, რა თქმა უნდა, ახლა არ შეიძლება რომ შევხედოთ აი მხოლოდ იმ რატომ არის კი, ნუ ეს არის როგორც კონტექსტიდან ამოღებული სიტყვა შიში და ილუზია. შიში რატომ? შიში იმიტომ რომ მე არ ვიცი სად მივდივარ, ხო? მე არ ვიცი რა დამხვდება მე წინ, მაგრამ მე მინდა ეს მომავალი რომ მქონდეს კარგი და იქ მივესწრაფები მე, ხო? მაგრამ ფობია, რატო იძახენ ფობიას? ნუ ფობიას ახლა უძახენ თუნდაც გამდეგელს, რომელიც არის მაგასთან წყვილში, ხო? იმიტომ რომ ნუ ახლა ადამიანს შეიძლება უყვარს მარტო ეს არის ცოდნა, მე მივესწრაფე, ჯერ მე მინდა ცოდნა, აი ეს ჩემი მდგომარეობა, რა მდგომარეობა, მე მინდა ცოდნა და რა უნდა გავაკეთო, უნდა ავერჩიო გზა და უნდა წავიდე. იმპულსი, ხო? ჩემი იმპულსი არის ცოდნა. მინდა გავიგო ყველაფერი და მინდა ცოდნა, მაგრამ შეიძლება მქონდეს შიში იმისი, რომ არ ვიცი რას მომიტანს მე ეს ცოდნა. აი, ასეთი მოკლე მიმოხილვა მინდოდა გამეკეთებია ამ არკანებზე. იმედი მაქვს, რომ თქვენ ამით დაგეხმარებთ და თქვენ უფრო სხვაგვარად შეხედავთ ამ არკანებს და თუ ვინმეს უფრო ღრმად გინდათ შესწავლა არა მხოლოდ არკანების მნიშვნელობა, თუ თქვენ გინდათ რომ თქვენი ტრანსფორმაციაც გაიაროთ, გაიგოთ რატომ იყავით, თქვათ, რაღაცა სიტუაცია, რა გინდათ უფრო მეტი განვითარება, თუნდაც იმიტომ რომ ეს არის ტაროთერაპია, შენ ყველა აბსოლუტურად ენერგიას, ანუ ჩვენში არის ეს 22 ენერგია, 9 მნიშვნელოვანი ენერგია და ანუ დანარჩენი ანარეკლები მიდის. აი თუ აი სიღრმე გინდა გაიგო შენ ტაროსზე, მე გპატიჟობ, რა თქმა უნდა, ჩვენს აკადემიაში ამ ვიდეოს ქვეშ თქვენ ნახავთ ჩემი დამხმარე ჯგუფის ლინკს, რომელიც მდებარეობს Telegram არხზე, შეგიძლიათ მიწიროთ და ყველანაირი ინფორმაცია მიიღოთ სწავლების შესახებ.